მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებ არც გეოპოლიტიკაზე და არც შიდა პოლიტიკურ პროცესზე. დღევანდელი ესე იგი ეპიზოდი მინდა ჩავწერო იმას თუ მიუძღვნა იმ თემას თუ რატომ დავიწყე ზოგადად ეს პროექტი პოლიტიკის ეკო და რა ღირებულებას ატარებს ჩემთვის პირადად აღნიშნული პლატფორმა. უმთავრესად მინდა შევეხო ზოგადად ჩვენი 21 საუკუნის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ფარულ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რასაც ქვია კოლექტიური აზროვნების ფორმა, ანუ ეგრეთ წოდებული მასების ფსიქოლოგია. საინტერესოა ის, რომ თითოეულ ადამიანს ზოგადად ხო ყველას გონია, რომ რაღაცნაირად ჩვენ დამოუკიდებელი პიროვნებები ვართ, რომლებსაც საკუთარი შეხედულებები გაგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში თანამედროვე რიტორიკა ესეთია და ვცდილობთ, რომ თანამედროვე ღირებულებებს, მათ შორის აი ამ თავისუფლებას, ზოგადად ადამიანურ ღირებულებებსა და უფლებებსა და თავისუფლებას ხაზი გავუსვათ და უგუნებელყოთ ფაქტორი იმისა, რომ რაღაცნაირად ჩვენ შეიძლება მონაწილე ვიყოთ ამ კოლექტიური აზროვნების აქტისა. თავისთავად კოლექტიური აზროვნება იგივე მასების ფსიქოლოგია, ან თუნდაც უკეთესი და უფრო პროვოკაციული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, რომელიც შეიძლება ვიღაც თვითონ შეურაცხყოფა იყოს, ეგრეთ წოდებული ბრბოს ფსიქიკა. თავისთავად ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ ეს არის მოცემულობა, რომელიც ბევრ დიდ როლს თამაშობს უბრალოდ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის შესახებ არის ერთი საკმაოდ კარგი ნაშრომი, ეს ეკუთვნის ფრანგ მოაზროვნეს გუსტავ ლებონს, ქართულადაც არის ნათარგმნი, აქვე მინდა დავაანონსო ასევე ის, რომ თუ მოგვრეთ ეს მასების ფსიქოლოგია გაინტერესებთ და ესე იგი გინდათ რაიმე სამეცნიერო ნაშრომის საკითხვა, ეს წიგნი გამოგადგებათ და ვეცდები ის, რომ რაღაც მოკლე კონსპექტივით გავაკეთო და შემდეგ ამ ვიდეოს დავუხტო კომენტარებში და თვისაც მთელი წიგნის საკითხვა გეზარებათ, მე არ დავიზარებ და მოკლედ შვენიერი ესე იგი შესავალი გამოვა ამ წიგნისა. რომ დაუბრუნდეთ ზოგადად აი ბრბოს ფსიქიკის სპეციფიკას და თუნდაც აი ამ გუსტავ ლებონის მოსაზრებებს ამ თემასთან მიმართებით. ეს არ არის ახალი ფენომენი და არც მხოლოდ ქართულ რეალობაზეა მორგებული, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო განსაკუთრებით ან სოციალური მედიის პოპულარობის ზენიტში მთელი მსოფლიოში ეს გამოწვევა, ტრენდები სოციალურ მედიაში სხვა არაფერი არაა, თუ არა რაღაცა ეს ბრბოს ფსიქიკის გამოხატულება, კოლექტიური აზროვნების ფორმა, რაც არის მოკლედ აქტუალური და პოპულარული, იმას მიყვებიან ინდივიდები და აქ კარგავენ მოკლედ რო ვთქვათ პიროვნულ ინდივიდუალურ შეხედულებებსა და აზრებს, ანუ ინდივიდის ქცევას. რატომ არის ეს აქტუალური ჩვენთვის ვეცდები რაღაც მოკლე ექსკურსივით და გავაკეთო. აი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე რაღაც აი ამ მარადი უწრეზე დავდივართ, რასაც ქვია ეს ბრბოს ფსიქიკიდან ვერ გამოვედით. აი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გქონდა უნიკალური შანსი 1921 წლის 25 თებერვლის კატასტროფის შემდეგ, რომ 90-იან წლების ბოლოს დაინგრა საბჭოთა სისტემა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინო სისტემა იყო კოლექტიური აზროვნებისა, დაინგრა და მოგვიცა შანსი, რომ აგვეშენებინა ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული წარმატებული სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა რაღაც გამოცდილება, ჰქონდა რაღაც ისტორიული საფუძველი, ჰქონდა კულტურული საფუძველი, ტრადიცია თვითყოფადობისა, რაც უნიშნელოვანესია, იმიტომ რომ ბევრ სხვა ერებს, მაგალითად აი ამ რომელიც მე-20 საუკუნის მერე გამოვიდნენ პოლიტიკურ რუკაზე, ისეთი გამძაფრებული კულტურულ ტრადიციული ელემენტი არ ქონია, როგორც ქართველებს ჰქონდა. თუმცა აი ამ დიდი გამოცდილების, რასაც ჩვენ ისტორია და ტრადიცია ქვია, ჩვენ არ დავიწყეთ ფიქრი და აზროვნება თუ როგორი მოდელში გვინდოდა ცხოვრება, არამედ მივიყევით ამ კოლექტიური აზროვნების დიდ მარშს და მივიღეთ სახეზე ის, რომ ეგზალტირებულმა მასამ ჯერ დაიწყო სამოქალაქო ომი, შემდეგ უკვე ჩაეფლო ამ დიდ რაღაც გაუგებრობაში 90-იანი წლებისა, რომელსაც მოუყვა მე 1000 უბედურება, ზოგადად მივიღეთ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა იმ კუთხით, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და ღირებულებით
ნაწილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი. მე უკვე დღესაც ახლა დღევანდელობამდე მოვედით ისე რომ აი დღეს შეუულებრივად როცა ვშევლობთ ხოლმე ხო შევიკრიბებით მეგობრები ან ზოგადად როდესაც ჩართავ ტელევიზორს თავარი ერთ-ერთი პრობლემა ის არის რომ რაღაცნაირად დაყოფილია საზოგადოება და უმთავრესად მიდის ერთმანეთში დაპირისპირება ქიშპოპა და განსაკუთრებით სოციალურ მედიაში ეს აქტუალურია უპასუხისგებლო გინებების კორიანტელია ხოლმე ზოგადად ნებისმიერი თემის კომენტარებში თუნდაც თემა აპოლიტიკური იყოს სპორტს ეხებოდეს ან ვიღაცა ცნობილი ადამიანის შეხედულებას ან ფილმს ეხებოდეს საზოგადოების ესე იგი დაპირისპირება თვალსაჩინოა სამწუხაროდ და რა კავშირი აქვს ამას ხო კოლექტიურ აზროვნებასთან ზოგადად აი დღესაც მაგალითად როცა ვжелობთ ხოლმე ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებზე მაგალითად მთავრობა გვეუბნება რომ ყველაფერი რაც კი ხდება, დღევანდელ ადმინისტრაციაზე მაქვს საუბარი. ყველაფერი რაც კი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რაც არ მოგწონს, ეს არის ოპოზიციის ან რაღაცა გარი აქტორების ბრალი. ოპოზიცია გვეუბნება რომ ყველაფერი რაც არ მოგწონთ და რაც ცუდია და კატასტროფა, ეს არის მთავრობის ბრალი. ხალხის ნაწილი გეუბნება რომ ეს არის მთავრობისა და ოპოზიციის ბრალი. ვიღაცა კიდე გასწდება ადგილობრივ რუკას და გეუბნებიან რომ არა, მეგობრებო, ყველაფერი ამერიკის და რუსეთის ბრალია. წარმოიდგინეთ, ჩამოყალიბდით ისეთ საზოგადოებად და მე ეს გადავიდა პერსონალურ დონეზეც კი, რომ ჩვენს გარშემო რაც კი ხდება, ყველაფერში დავნაშავე არის სხვა. ანუ რაღაცნაირად დავკარგეთ ინდივიდუალური განვითარების მომენტი, ანუ დავკარგეთ ინდივიდი და მასთან დაკავშირებული ყველა ღირებულება, იმიტომ რომ თუ გამოდის რომ ცხოვრებაში რაც კი ხდება, ეს არის სხვისი ბრალეულობა, მაშინ სად ვარ ამ მომენტში მე, სად არის პიროვნება, სად არის ინდივიდი, რომელიც როგორც ვამბობთ ხოლმე, ყველაზე მთავარი ღირებულებაა კაცობრიობის, ხო, ადამიანი და მისი პიროვნული ღირსებანი და უფლებები. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ამ სხვაზე გადაბრალებით, აი ამ კოლექტიური აზროვნებისა და ბრბოს ფიქიკის ერთ მნიშვნელოვან ელემენტს ვავლენთ, რასაც ქვია პასუხისმგებლობის მოხსნა. ანუ უარი თქვა შენს პირად პასუხისმგებლობაზე, ეს ნიშნავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომ უარი თქვა აზროვნების პროცესზე. აზროვნების პროცესი საიდან იწყება, ხო, რაღაცა როცა არ მოგწონს, უღრმავდები და ფიქრობ შენ თავში ეძიო რაღაც გამოწვევა პრობლემა და გადაიაზრო რამდენად სად დაუშვი შეცდომა, შემდეგ გადაიაზრო მისი არსი და დაგეგმო უკეთესობისაკენ მიმავალი გზები ისე რომ შენს მიზანს მიაღწიო. და ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და ამიტომაც რას ღებულობთ, ხო? ამდენი წელია გვესმის ლოზუნგებით გატარებული პოლიტიკა. ლოზუნგებში ახლა რაც აი ელემენტარული ნებისმიერ აქციაზე, ან საპარლამენტო ტრიბუნაზე, ან აი პოლიტიკოსებს აუსმენთ ხოლმე, ეს არის აი ამ კოლექტიური აზროვნების კიდევ ერთ-ერთი დამახასიათებელი ის რომ ბრბოს არ ჭირდება ანალიტიკა და ბრბოს არ ჭირდება ფიქრი, ხო? ანუ კოლექტიური აზროვნების ხარდამჭერებს, როგორც ესე ვთქვათ, არ ჭირდებათ აზროვნება, მათ ჭირდებათ ემოციებით სავსე მარტივი ფორმულები. რატომ? იმიტომ რომ უფრო მარტივად ასაქმელია. იმიტომ რომ უფრო რაღაცნაირად ეფექტურად მუშაობს და აი მაგალითად აქციებზე გვესმის ხოლმე რომ ხელისუფლებას უკვე დაქოქილი ყავს ვერთფერნები. ან რაღაც მსგავსის, ან ლექსები გვესმის, ხო? რაღაცა პოლიტიკურ აქციაზე გამოდიან ლექსებს გვეუბნებიან სამშობლო საქართველოს თქვენ გაიმარჯვებთ. მთლიანად გადავედით პოპულარულ სიტყვებზე და რაღაც ემოციებზე და ასე შემდეგ. აი ზუსტად იგივე ხდება სოციალურ მედიაში რაც არის, ხო? აი გინდა რომ რაღაცაზე ისაუბრო პირობითად, მაგრამ იქ უფრო პოპულარული კონტენტი, რომელიც დაცლილია შინაარსისაგან ბევრად მეტად ის აქტუალურობით სარგებლობს, ვიდრე თუნდაც რაღაცა ღრმა ინტელექტუალური საუბარი, რომელიც რაღაცას გასწავლის. ესე ზუსტად იგივე მოდელია ჩვენთან პოლიტიკაში, რომ დაცლილია ის შინაარსისაგან, სიმართლე არ არის აქტუალური და ჩვენც მიჩვეულები ვართ, რომ თავარია მოგვეწონოს და უხეშად რო ვთქვათ, ვჭამთ ესე გულიანად მოწოდებულ ტყუილისა და პოლიტიკურ ნარატივებს. ზოგადად ეხა კოლექტიურ აზროვნებაში, ანუ მასების ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი მარტივი ნიუანსი, რომ შეიძლება ცალკე ინდივიდს ჰქონდეს რაღაც საკუთარი მოსაზრება, შეხედულება, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც კი
ამ ეგზალტირებულ მასაში გაერევა, ის კარგავს ყველაფერს პირველს და აი ხშირად გინახიათ კიდევაც, რომ აი აქცია რო დაიძრება ხოლმე სადღაც და რატომ წახვედი, მასა დაიძრა, წავყევი მე არ ვიცოდი იქ რა ხდებოდა. ანუ გინდა თუ არ გინდა ნემსი თუ უნებლიეთ, შენ ხარ ამ მასის ქცევის მონაწილე. მე მასას აქვს ერთი კიდე ძალიან ცუდი თვისება იმისი, რომ გადამდებია მასაში ინტეგრირებული და გაჯერებული ემოცია სხვაზე. და ეს მომენტი ამძაფრებს რადიკალიზაციას რა და ხშირად ემოციურ დონეზე, აი თუნდაც ისტორიაში მაგალითად დავიღოთ ხო, აი რევოლუციები რომელიც ხდებოდა დაპირისპირებები მასობრივი ხო, აი ამ რაღაცა ემოციის გადადების ნაპერწკალის აფეთქება იყო ზუსტად და საბოლოო ჯამში ქმედება, რომელსაც მას ახორციელებს, საბოლოო ჯამში გაუაზრებელია. რა თქმა უნდა, ყველა ამ კოლექტიურ იდეოლოგიას, კოლექტიური აზროვნების აქტს თავისი ინსპირაციის წყარო გააჩნია, თავისი ეგრეთ წოდებული ჩამწვეთებლებიც გააჩნიათ. ესენი არიან სავარაუდოდ ის ხშირი ჯგუფები, სადაც იხარშება რაღაცა იდეა და შემდეგ ამას როგორც კი შეფუთავენ იმ საინტერესო ტერმინოლოგიით და გამოხატველი ფორმებით, უკვე მასა ამას ავრცელებს. აი გუსტავ ლებონი ამბობს ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. და არ ვიცი ხო თქვენ იაზრებთ თუ არ იაზრებთ, თუმცა საინტერესოდ ჟღერს, რომ ნებისმიერი სისტემის ესე იგი გრევას ახორციელებენ არა ელიტები, ან პოლიტიკური გარემოება, ან ეკონომიკური მოდელი, ან რაღაცა უცხო მტერი, არამედ ეს ეგზალტირებული მასები. ანუ საბოლოო აქტი ამ სისტემის დემონტაჟისა არიან ეგზალტირებული მასები. ეგზალტირებულ მასებში ის არ გულისხმობს საზოგადოების ჯანსაღ პოზიციას, რომ იცი რა ეს პირობითად სისტემა უგუნებელყოფს ადამიანისა და ან ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ მიზნებს და ამიტომაც მოხდა მისი დემონტაჟი. არა, ის გულისხმობს ზუსტად აი ამ არარაციონალური ხალხთა ერთობას, რომელიც ემოციით წყვეტს სისტემის დემონტაჟს. რომის ესე იგი მიზეზი შეიძლება თქო უნდა პოლიტიკური კრიზისი იყოს, ეგ ელიტების მიდრეკილება ძალაუფლებისადმი, რომელიც მე უკვე არაკანონიერ ქმედებებში გადაიზრდება ხოლმე ზოგჯერ რაღაცა მასში ხო, ძალადობრივ მეთოდებში, ზოგჯერ კორუფციაში და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს ეკონომიკური უსამართლობა, დოვლათის უსამართლობით გადანაწილების პრინციპი და 1000 სხვა, მაგრამ საბოლოო აქტი აი ხო მასების ხელშია ყოველთვის და ესე მოხდა ალბათ გადატრიალების მართლაც რომ გადახედო ისტორიას, გადატრიალების და სისტემების დემონტაჟის ალბათ 99%. იგივე საბჭოთა კავშირის გრევაც ეს იყო, ხო? აი ინგრევა საბჭოთა კავშირი, ისედაც ინგრევა საბჭოთა კავშირი, იმ თავისი ამ არასწორი, არაადამიანური, გაუთვლელი, არასტრატეგიული პოლიტიკიდან გამომდინარე, ესე რომ ვთქვათ და ამ დროს ჩვენ აქციებზე ვატარებთ, მე არ ვაკნინებ არავითარ შემთხვევაში ხალხთა мотиваციას და სურვილს იმისა, რომ რაღაცნაირად შეწინააღმდეგებოდ ამდენ უსამართლობას, უბრალოდ მინდა რომ გადავიაზროთ ამდენი ხნის მერე მაინც გადავიაზროთ პოლიტიკური შედეგები, რაც მოყვა ეგზალტირებული მასების გამოსვლას, ხო? და ისტორია ჩვენ რაც უნდა უარი ვთქვათ, ისტორია არის მტკიცებულება ჭეშმარიტებისა და დავინახეთ რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს როგორ ვესროდით და მე 1000 უბედურება რომელიც უკვე ჩამოთვარე, ხო? და დღესაც ეხლა აი ძალიან ბევრი კითხვები არსებობს საზოგადოებაში, ხო? თუმცა ამ კითხვებს არავინ არ აჟღერებს, იმიტომ რომ კოლექტიური აზროვნებაში ეს მიუღებელია. მაგალითად ჩვენ არასდროს არ გვისაუბრია იმაზე, ამდენი წელია დამოუკიდებლები ვართ და აი ამ პოლიტიკური ლოზუნგების მიღმა რეალობაში არ დამსდაროთ, არ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ ხედავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოდელს, ანუ რა გზებით უნდა მივაღწიოთ ამ ერთობას. და ამაზე ფართო დისკუსია, საზოგადოებრივი მსჯელობა, იგივე აკადემიურ წრეებში არ მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, სადღაც ვიღაცა თუ ჩუმად საუბრობს, ამაზე ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. ანუ საზოგადოებისთვის აქტუალური თემა არ არის ამაზე ფიქრი. არ გვისაუბრია იმაზე თუ რა ტიპის ეკონომიკურ მოდელში გვინდა ცხოვრება და უბრალოდ საუბარია რაზე, აი მაგალითად ეგოცა ეკონომიკაზე მივდივარ და სოციალურ საკითხებზე გვახსენდება კიდევ ერთი აი ბრბოს ფსიქიკის გამოვლენა, როდესაც მარტივია, როდესაც გვესაუბრებიან, რომ ფასების შედარება რომ მიდის, გაძვირდა კაცო იქ რაღაცა პროდუქტი და ეს აქამდე იაფი იყო, ეხლა გაძვირდა ბელგიაში შოკოლადი ღირს 2 ცენტი პირობითად და აქ ღირს რაღაცა 20 ლარი.
ხო? აი ეგეთ რიტორიკამდე დადის ამაზე მსჯელობა და რომც ახლა იდეაში ეს როგორი რაღაცაა, იცი? მიზანი ამისი არის გააღიზიანოს საზოგადოება და აქტუალიზაცია შეძინოს პრობლემას. ვიღაცა მეტყვის რომ დაანახოს. კი ბატონო, პრობლემა თუ არის ეს რაღაცა დაუშვათ ფასების გაძვირება, ამ პრობლემის მიღმა კიდევ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა და არა ის რომ მოდი საზოგადოება გავაღიზიანოთ ამაზე. და რასაც უყურებთ, ხოლმე ეს ხდება რა. მე ერთი ელიტა მოახერხებს, რომ მის გარშემო მოახდინოს ამ გაღიზიანებული საზოგადოების კონსოლიდაცია და გამოიყენოს მისი პოლიტიკური მიზნებისათვის და რეალობა არ იცვლება. სწორედ ეს არის აი ამ ჩვენი კოლექტიური აზროვნების უარყოფითი მხარე, რომელიც დიდ პრობლემად მიმაჩნია მე ყოველ შემთხვევაში. მის გარდა ჩვენ ასევე არ ვსაუბრობთ განათლების სისტემაზე, ხო? განათლების სისტემის ახლა მოკლედ რომ ვთქვათ, კი არის გამოცხადებული რეფორმა და ალბათ ადრე თუ გვიან ჩვენ ამ თემას აი ამ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული რეფორმის შინაარს და არსებულ მოდელს გავარჩევთ. თუმცა ეხლა ის თქმა მინდა, ხო? აი საზოგადოება არასდროს არ საუბრობს იმაზე, არ მიდის ყოველ შემთხვევაში განხილვა, უნდა იყოს თუ არა განათლების სისტემა მორგებული შრომით ბაზარს. ან რა ტიპის შრომითი ბაზრის ჩამოყალიბება გვინდა. მოკლედ არაფერზე ძირეულ საკითხზე მსჯელობას უარს ვიძახით და მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგებით სავსე დისკურსში გვიწევს ცხოვრება, რაც უშედეგოა, იმიტომ რომ ამას ეწირება თაობების ენერგია, ამას ეწირება ადამიანების აი უნიშნელოვანესი წლები, ამას ეწირება ის დრო, რომელიც საკმაოდ მცირეა, ხო? სოფლიო პოლიტიკა არის კონკურენციაზე აგებული და შენ სანამ ამ რაღაცა აი ამ უაზრობაში კარგავ დროს იქ ქვეყნები ცდილობენ იმათაც თავიანთი პრობლემები აქვს. მე კი არ ვიძახი რომ ხოლმე ჩვენ გვახასიათებს იმათაც ახასიათებს უბრალოდ აი ამ დიდ სხვადასხვა ესე იგი მოცემულობაში მათი რესურსი ამ სხვა ქვეყნებისა, მათი პოლიტიკური წარსული გამოცდილება უპირატესობას აძლევს ტექნოლოგიური განვითარება და ასე შემდეგ ბევრი სხვადასხვა ნიუანსი და ამ კონკურენციაში ჩვენ ვიჩაგრებით. ну სხვასთან ვიღაცა შეიძლება ვჯობრით, ვიღაცასთან ვაგებთ. ყოველ შემთხვევაში ეს მარტივი სიტყვები რომ კონკურენციაში ვიჩაგრებით, შემდეგ ცუდ შედეგებამდე მივდივართ, იქ ცუდი შედეგები რა შეიძლება იყოს, ხო? მაგალითად ის რომ შეთან ცხოვრება ძვირდება, არ იქნება ინდუსტრია და ასე შემდეგ. კოლექტიური აზროვნების ერთ-ერთი უპირველესი გამოვლინება დღეს კიდევ არის რა, რომ მაგალითად ჩვენ უყურებ ქართველებს, ვითომ ვიყვარს ჩვენი ისტორია და იგივე ამ იგელხილცის პროექტზე ვინც არიან მოკლედ კითხვები აქვს მაგას არ გულისხმობ. აი ვინც არიან აქტიური მოწინააღმდეგეები, ერთ-ერთი მთავარი ეს რა არის ხო არგუმენტი, რომ ისტორიას გადახედეთ ხალხო და არაბები და ასე შემდეგ და რატო ვიძახი რომ ეს კოლექტიური აზროვნების ვიწრო გამოვლენა ერთ-ერთი გამოვლინება. იგივე ამ ისტორიაშიც ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ისტორია კი არ ვისწავლოთ, არამედ შემოვიყვანოთ რაღაცა მითოლოგიური მომენტები ისტორიაში. და ეგეთი ძალიან ბევრი გვაქვს და იქაც ვეძებოთ აი ეს იმიტომ წავაგეთ, რომ მაგალითად იქ ვიღაცასთან მივიდა მოღალატე და უთხრა რომ ერეკლეს მეზარბაზნები არ აყავს. ესეც აბსოლუტურად მეგობრებო, ისე გადახვევას ვაკეთებ, მაგრამ აბსოლუტურად სრულ ფაქტია, ეს არის გამოგონილი ფაქტი, ეგეთი რაღაც ისტორიაში არ მოხდა რა. ამის დადასტურებული მტკიცებულება არ გვაქვს და ეგეც მომენტია რა, ჩვენ ისტორიას გვირჩევნია მითები, რეალობას და გადააზრებას გვირჩევნია ესე იგი სიცრუე და რაღაცა სლოგანი და ასე შემდეგ. და სანამ ეს ამ პრობლემების წინაშე ვიქნებით ქართული საზოგადოება, მაქამდე ჩვენ ალბათ საზოგადოება კი არა, უფრო რაღაცა ბრბოს ფსიქიკის მატარებელი ინდივიდთა ერთობად უფრო ვიქნებით და ძალიან ბევრი გამოწვევებს და პრობლემებს ვერასდროს ვერ გადავლახავთ, იმიტომ რომ აი რეალობაში ნახეთ რა ხდება, ერთი ელიტა მოახერხებს რომ გაგვაბრაზოს მეორე ელიტის ნამოქმედარზე, გაუყვებით ამ პროცესში, შეიცვლება რეალობა და უშუალოდ რომ ეს მეორე ელიტა ძალაუფლებაში და შენ როგორც აი ამ პროცესის მონაწილე და რომ გონია რომ რაღაცაზე გაიმარჯვე, იდეაში იგივე წრეზე მოგიწევს წასვლა. იმიტომ რომ თუ
მსგავსად თუ იგივე შეხედულებებზე ვიქნებით ყაბულს, თუ ასევე უარს არ ვიტყვით იმაზე, რომ იცი რა მარტო მთავრობის, ოპოზიციის, რუსეთის, ამერიკის ბრალი კი არა, ჩემი ბრალია. აი ჩვენ გვესმის ეგეთი რაღაცა, რომ იცლება რეგიონები რა და ამაზე ძალიან მეც მткиვა გული, რომ იცლება რეგიონები და სხვადასხვა ხელისუფლება, მათ შორის ახლანდელი წინანდელი, რაღაც ცალკეულ პროექტებს ახორციელებდა, ხო, იქ ხარდამჭერისა, მაგრამ იცი ეს პროექტები დაახლოებით რას გავს, ანუ გარდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტისა. აი იგივე სანაკლია მნიშვნელოვანი პროექტია, აი ბათუმის ესეთი საინვესტიციო პოლიტიკა მნიშვნელოვანი პროექტია. და არის კარგი რაღაცები მართლა, მაგრამ არის აი მაგალითად კახეთს რომ მიექცა ყურადღება მეღვინეობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტია. სადაც კი ძირეულად შეხედეს საკითხს, მაშინათვე პერსპექტივები გამოჩნდა. და სადაც უბრალოდ აი ემჯერადი დაფინანსებები წავიდა და მხოლოდ რაღაცა იქ ეს დაემსგავს ვიცვალებულს რო შეერთებენ აპარატზე. ისიც თქვა მინდა რა, ეხლა გასაგებია რომ პოლიტიკას ახორციელებს ხელისუფლება და ერთ-ერთი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება იმისა, რომ რეგიონულ განვითარებას იმ დონეზე მიხედოს, რომ იქ მაგალითად ადამიანები არ იცლებოდეს, ხო? მაგრამ ეს ადამიანები რო იცლებიან და მე ხელისუფლებას ან ვიღაცას ან რაღაცას აბრალებენ რა. ჩვენ თვითონ ხო ვტოვებთ ჩვენს ძველ საცხოვრის და უკეთესი ცხოვრების საძიებლად მოვდივართ პირობითად ჩამოვდივართ იმაში რა ქვია ქალაქში, მაგრამ ეხლა ის რომ შენი გააყრელება მიიღე რომ უარი თქვა იმაზე რაც შენია და მე ამას დაიწყო რომ ეს იმიტომ რომ გავაკეთე რომ აქ ვიღაცამ ყურადღება არ მიაქცია, ესეც ჩვენი პასუხისმგებლობიდან გაქცევა, იმიტომ რომ ცხოვრება რეალობა არის მკაცრი მეგობრებო და არავის არ აქვს ოქროთი ზოდებით აშენებული სასახლეები. ყველანი ამას ვქმნით ჩვენ თვითონ და შენი წინაპარიც ალბათ, რავი, ჩემი წინაპარიც მათ შორის სისხლის, ოფლის ფასად ინარჩუნებდა იმას, რომ იქ რაღაცა საცხოვრისი შეიქმნა და არც იმას არ ქონია დალხენილი ცხოვრება. უბრალოდ გაუმკლავდა, აიღო პასუხისმგებლობა თავის ცხოვრებაზე და მხოლოდ სხვაზე გადაბრალება ეს ფიქრობ რომ არადეკვატურია და უბრალოდ არადეკვატურია თუ ესე ამ თემას დაუკავშირებთ, ზუსტად რომ ამ კოლექტიური ფსიქიკის გაბოვლინებაა. გამოსავალი ერთადერთია და ამას ლებონიც აუბრობს თავის ამ მასების ფსიქოლოგიაში, რომ ინდივიდმა საწყისი ყოველ შემთხვევაში ამ მარადიული წლიდან გამოსვლისა არის ერთადერთი კითხვა, მაქვს თუ არა უფლება ვიაზრონო ავტონომიურად. როგორც კი ამ კითხვას დასვავს ადამიანი, ალბათ დაიწყება ის აი ამ დიდი მოჯადოებული წრის რღვევის პროცესი და მე მინდა ასევე მოუწოდო ჩემს მსმენელსაც და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკულად უყურებენ ხოლმე ჩემს მოსაზრებებს, ეცადეთ ყოველთვის რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და არ იყოთ რაღაცა განმეორებადი სხვისი რაღაცა ნააზრევის გამხმანებლები. იმიტომ რომ სწორედ ასეთ პროცესში ხდება და ყალიბდება რეალური აზროვნების აქტი დგება და მხოლოდ ასეთი ტიპის ქცევით შეგვიძლია ჩვენ რეალურად გადავჭრათ ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები და არა იმ რაღაცა ზღაპრებით, რომელსაც ვისმენთ ხოლმე ტელეეთერებიდან და ამას აი მარტივად შემიძლია ამოვიცნო იგივე სოციალური მედიის კომენტარებში რაღაც ნებისმიერ თემაზე რომ კომენტარი წერია, რომელი იდეოლოგიით არის გამშვალული, იმიტომ რომ ერთმანეთს გავს რა. იქნება ეს ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. იგილხილსის პროექტზე იქნება თუ რაღაცა სხვა ტიპის იმაზე. აი იქ ვიღაცა რაღაცას იტყვის ამათი ესე იგი მთავარი განხმოვანებელი მესიჯისა და მე ეს უკვე იშლება რა და მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რომ სანამ ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენის ჯერ ინდივიდუალურ მოსაზრებაზე, მაქამდე მოგვიწევს ამ არადილულ წრეზე ყოფნა და ვისურვებ იმას რომ უფრო მეტად თამამები ვიყოთ, თუ რაღაცა არ ვიცით, წავიკითხოთ, დავინტერესდეთ, ვისწავლოთ და ერთი მარტივ გულახდილ მას პოზიციას დაგიფიქსირებთ, რომ მე არ მაქვს რა თქმა უნდა ამბიცია ჭეშმარიტებისა. მე მაქვს ამბიცია იმისა, რომ ვეძებო ეს ჭეშმარიტება და ალბათ ეს არის მთავარი გამოსავალი, რომ უარი თქვათ ამ კოლექტიურ აზროვნებაზე. ვეძებო ჭეშმარიტება ნიშნავს დავსვათ კითხვები, შევისწავლოთ, ვიკითხოთ, ვიშრომოთ
და ჩვენივე პასუხისგებლობით შექმნათ ის უკეთესი რეალობა, სადაც ეს გამოწვევები, რაც დღეს ჩვენ ვართ ჩვენ წინაშეა, იგივე სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, გადავლახოთ ნააზრევით და არა ემოციით და არა იმით, რომ მოდი ერთი ელიტას მივცეთ ახლა შანსი, მე მეორე ელიტას ამას რომ ეს არ არის დემოკრატია. ნუ შეიძლება ვიღაცისთვის ეს არის დემოკრატია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ არის გამარჯვების გზა, იმიტომ რომ არსებობს თეორიაში მაინც არსებობს აზროვნების პროცესში შეგვიძლია დავინახოთ, რომ უკეთესი რეალობის შექმნა შეგვიძლია თუ კი პატივისცემით და ერთმანეთთან დიალოგით და აზროვნების პროცესით, რასაც ნიშნავს ამ კითხვის დასმას, მივიღებთ ჩვენს კითხვებზე პასუხს. მადლობა ყურადღებისათვის.